მოკლედ საკისრების საწმენდად ვიყიდე ultrasonic cleaner-ი, ესე იგი ეს როგორი რაღაცაა ახლა რა რაღაცა ტალღების მეშვეობით ultrasonic ტალღების საშუალებით მოკლედ წმინდავს რასაც ჩადებ ყველაფერს რა ანუ რანდომულად ანუ შემთხვევითობით ყველა ადგილზე პატარა აფეთქებებივით ხდება, სკდება და ანუ ძნელად მისადგომ ადგილებსაც ასუფთავებს რა. გამოიყენება საათების, პლატების და რა ვიცი, ყველა ეგეთი რაღაცების გასაწმენად, რაც ხელით არის რთული რა. ანუ კონტეინერს ჩადებ, ჩართავ და რაღაც დროთა განმავლობაში მოკლედ გაასუფთავებს რა. ეხლა გავამზადებ პირველი რისთვისაც არის განკუთვნილი, ვნახოთ სათვალეს როგორ გაწმინდავს და მერე ვნახოთ უკვე საკისრებზე როგორ იმუშავებს. მოკლედ ჩავასხით ჩვეულებრივი წყალი. ჩვეულებრივი განისხალია ჩასხმული და ვნახოთ სათვალი. სათვალი არის ოდნავ მტვერილი არის. რაღაცა ხმარების კვალი და რაღაცა აქვს. ეს წყალი ცივია. ეხლა რას ვიზავს? ამას სჭირდება საწმენდის სითხე, მარტო თავის თუ გასუფთავებს. ამიტომ რომ ცოტა მოარბილოს აი ეს რაღაცა ესეთი საწმენდის სითხე მაქვს ნაყიდი. ამას დავასხავ კარგა. ცოტა სამაშიც ჩავასხავ და ჩავდებ. და მე გავაგრძელოთ. მოკლედ კარგა დავასხია ესე. რაც აქ დავასხი ერთი მაგდენი შიგას ჩავასხი და ჩავდოთ. ესე. ეხლა უნდა ავირჩიოთ რეჟიმი. მოდი ავიღოთ მაქსიმუმი. ეს რეებს ითვლის არ ვიცი. მგონი დროა ეგრევე? 30 წუთია მაქსიმუმიც ესეთი და. ხო. აი, ესე იგი მე ნახევრად მაქვს საკითხული ინსტრუქცია და 15 წუთზე ჩავდოთ. მოდი და ამას რო დავუწევი, დაიწყო. ზრიალი დაიწყო და შეხედოთ ისე როგორ გამოდის. ეხლა ყვილა რო ესე უაზრო ისე გამოვიდეს, დავუცადოთ, დაასუფთავოთ თვითონ რაც შეუძლია, როგორც შეუძლია დავახურებ და არასას შემონოქნა. აი ეს ყურა. მე ვნახოთ 15 წუთს, მე როგორი მომარება იქნება. მოკლედ ამ წამს მორჩა გახურებული არის ზევიდან თვითონ ეს. აბა ცოტა თბილი არის იგი. გათბობა ამას წესით არ უწერია, მაგრამ თბილს გავს. ცხელი ხო არ არის. ხო, ცოტა ცხელი არის იგი. კაი, თუ გააცხილა ძალიან კაი. არ ველოდებოდი, მაგრამ თუ აცხილებს. არც ხელი უძლებს. გადავალოთ აბა. ну ესე რა უნდა შევატყოთ. არ ვიცი. აქ რაღაცეები თითქოს ჩანს. ზედ, მაგრამ ეს ხა უბრალოდ სველი არის და. ესე გავწმინდო. მოკლედ ქაღალდით გავწმინდო. ქაღალდი ზოგადად ისედაც კარგად წმინდავს ხოლმე რა. ხო და. აი ცოტა შავ იმაზე რაღაცა
პატარ-პატარა რაღაცები ეტყობა, რომელიც ქაღალდით უკეთესადაც შეიძლება გაიწმინდოს, მაგრამ ესე კონკრეტულად ეს კუთხეებში აქ როგორ გაასუფთავ არ აქნა, ცოტა რთული სათქმელი არის, მაგრამ ვიდეოში ახლა ყველამ დავინახეთ, რომ რაღაცე სითხე რა ჭუჭყი სითხეში გამოდიოდა, რაღაცას შვრებოდა ფაქტია. მოდი პირდაპირ საკისრებზე გადავიდეთ და საკისრებზე უფრო დაეტყობა რა, რამდენად კარგად მუშაობს. ესე საკისრებზე ესეთი იდეა მაქვს რა. მე როგორც გავიგე, ამაში რომ პარკი ჩადო და პარკში რაღაცა გედოს მე ნივთიერება იმასაც იზავსო რა. ხო, არ ვიცი რამდენად იზავს. ეს ძალიან ძველი ის ჩემი 98 წლის პიკაპის ის არის საკისრები. ცოტა წყალი მაქვს ფიური ჩასხმული. თითამი. მოგეთ ეს ისეთი სიტუაცია არის ახლა, რომ ეს არის ძველი ჩაჭედილი ზეთი და ყველაფერი, ხო, ახლა ამას უნდა ძალიან გამოსუფთავებ. ხო, ამას წყალი რო ვერ გაასუფთავებს, ეს უეჭველი არის და აი აქ ცოტა ჟანგსაც წააგავს ერთი წამიშუქჩათო. ცოტა თითქოს ჟანგიც აქვს, ანუ ჟანგის გამწმენდიც რო ჩავასხა, ცუდი არ იქნება, მაგრამ ერთმანეთში არევა არ მინდა. ეხა ეს სიტუაცია მთლად იდეალური არ არის, იმიტომ რომ ეს პარკი ცოტა ცუდად გამოვიდა. თითამი ეს პარკი რო ავიღოთ ესეთი. ისე ჩავბერო თუ ჰაერს ატარებს, მაშინ სითხეს გაუშვებს, ეგეც არ გვაწყობს. დაგიბრუნდები ცოტა ხანში. მოკლედ ეს ფონი კარგი არის. ამიტომ ამ პარკში ჩალიჩს ჯობია ამაში გადავიტანო. ეს კარბურატორის საწმენდი. ჯერამით ვცადოთ პირველი. იმედია სახში რო ვასხავ რამე. ისეთი არ არის რომ გავიგებ. ეს ერთი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკისარი, იმიტომ რომ ეს ვერც საქართველოში, ვერც ამერიკაში ვერ ვნახე ვერსად. საქართველოში მოგეთ რაღაცა რომ მომიდება ელიავაზე მივალა. არაფერი არ აქვს უბრალოდ, აი რაც არ უნდა დამჭირდეს. არაფერი არის შოება საერთოდ. ეგეთი მაგარი ადგილია. ელიაო. რო გითხო ყველაფერი არის, რაღაცას იკითხავ დაშლების გავძავნე, მაგრამ ჩემ მაგარი დაშლები არ არსებობს. აი, ეს ხო ესე გამოვიდა. ეხლა ეს ჭუჭყი რაც აქ გაუშვა, ეს რო უკან ჩავაბრუნო მაგას ფიქრობდი, მაგრამ ალბათ არ აღის.
მოგონი სულ დავცალე ამაში. მოდი სულ არ გავაფუქსავატო. ეს კარბურატორის საწმენი შეიძლება კიდე დამჭირდეს და ამიტომ აცეტონიც მაქვს და აცეტონი ჩავუმატოთ ზემოდან, ნუ აცეტონი გაწმენასაც ვფიქრობდი და კაკრას ორივე სითხე იქნება რა. დავარია არაფერი თქვის, ეს ინსტრუქციას უწერია ალებადი არაფერი არ ჩაასხაო. და მე მგონია კარბურატორის საწმენი და ესეც ორივე ალებადი არის. ხანძარი თუ გაჩნდა ცეცხლმაქრი მაქვს. ყველაფერი ისე უნდა ვეცადო, რომ არაფერიც არ გაპრობლემდეს საერთოდ, იმიტომ რომ ის რემონტები ხა ხანძარი არ მინდა. აი ეს ცოტა ჰაერი ამოვიყვანოთ, რაც შეიძლება, აი ესე. და აი გაუგრათ თავი რა. რაღაც ხილების დავისველი. კაი, ეხა უცებ. გადავიდეთ კადრით. რეზერვუარზე ეს ჩავდოთ. ჩავდოთ. ევიდან გადავკეცოთ. კაი, ხილებს დავიგონ და დანარჩენი გავაგრძელოთ. მოკლედ, აი ესეთი რაღაცა არის. ხო და ჯერ არ ჩამირთავს საერთოდ. დავიზით რაღაცებს, გქოვით? ბუშტუკებს ისურის. იმედია რაღაცა ეს ნივთიერებები ისე არა ურია რაღაცა. სასწაულს იმედია არ ვაკეთებ. ხო და პარემ რაღაცეები, საცა თამაშობს, ჩავთოთ და დავაკვირდეთ. ეს ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ალბათ 20 წუთზე ჩაერთოს ჯობია. ეხლა ამას როგორ რაღაცა აქვს რა. ეს ასუფთავებს, მაგრამ ეს ასუფთავებს, მაგრამ ჩაგრისის მიხმარება ჭირდება ხოლმე. უბრალოდ ეგრე არა, რომ მარტო დააგდო და ეს ვიდი თავისუფლად გაასუფთავებს რა. ხო და ამიტომ დაატრიალა. აი, ამას ცოტა რომ იქით გადავაგდოთ რა. არა, გამოდის, მაგრამ ფაქტია პარკი შეიძლება საკეთებს. ამას დავახუროთ, თავს დაველოდოთ და ევოლუცი ვნახოთ რა გამოვა. შეიძლება ჩოტკი რაღაცა, გვილი ჩოტკიდან რაღაცა დაჭიდეს დიდი გასუფთავება, მაგრამ წესით უნდა გაასუფთავოს. მოკლედ, მორჩა, აი ესე გაბერა ყველაფერი. რაღაცა უცხელია. რაღაცა დუღილის ხმაც იყო. შიგნით სუგაშავებულია ყველაფერი, გარეთ არის გათეთრებული. იმედია არ გამოვიდა ეს სითხე და გარეთ არ დამისვა რა. მთელი პარკჩადების მუღამიც ეგ იყო და ვნახოთ. არ წვეთავს. არა, ისე ზისფერი რატო გახდა. კაი, ნუ მაგას არ მნიშვნელობა აქვს. ეხლა ამას რამე ჭურჭელში გავურეცხავ კარგა. ჩოთქით, ჯაგრისით. კარგა გავწმინდავ. იმედია, უსუნო. რაღაცა სითხე მგონი გავიდა აქედან. აქედან არ წვეთავს, მაგრამ შეიძლება პატარ-პატარა გააპარა, არ ვიცი. მოგოთ ეს გასარეცხი იქნება რა. იმიტომ რომ ის კარბურატორის საწმენის სუნად ხარს მოკლედ და ეს მაინც სუფთად რო შეინახო ჯობია, ნუ მთელი პარკის გამოყენების მთელი მუღამი მაგაში არის, რომ აქ იქნება ყველაფერი ჭუჭი, ყველაფერი ნაგავი, მე ამოიღებ და ამას შეინახავ სუფთად, იმიტომ რომ აქ შეიძლება სხვადასხვა სითხე გააკეთოს, სხვადასხვა რაღაცა ჩადო, შეიძლება რაღაც მინძური ჩადო, შეიძლება სუფთად ჩადო, ეს სათვალე რომ მოგინეს, ხო და მანამ რაღაცა ძალიან ჭუჭხიანი რო გედოს, ცოტა მოგერიდება რომ სათვალე ჩადო, იმიტომ რომ მინძურიაო და სუფთად რო შეინარჩუნებ, უკვე შეიძლება ბევრ რაღაცაში გამოიყენო მე.
მოგეთ წავარ ახლა ამას გავასუფთავებ და მე იგეც ვნახოთ როგორი გამოვიდა. ფაქტი არის აი მაგარა გააწერო რა, ეს უშავი წყალი არის. მოკლედ გავასუფთავე და შევაფასოთ შედეგი. დავიწყოთ ჯერ შედარებისთვის რაც გვაქვს იმის მიხედვით, რის შედარებაც შეგვიძლია. ეს არის სულ ახალი საკისარი, რომელიც გამოვწერე და აი ესეთი სუფთა და ესეთია რა. ეს თავისუფლად ტრიალებს. და ეს არის უკვე ჩვენ მიერ გასუფთავებული. აი ესე გამოიყურება. არსად არ ეტყობა რამე კვალი რო ნახმარი ანუ ახალივით გამოიყურება. და ესეც მუშაობს, მაგრამ რას ვატყობ იცი რაღაცა ისეთი კაი მოძრაობა არა აქვს რა. აი თითქოს ეს ხო არის რომ აი თავის იმაში ზის და მაგაში მოძრაობს რა. თავის კვალში ასე რომ ვთქვათ, აი ეს ზედა ეს გარე სარტყელი მოძრაობს თანაბრად. მაგრამ ამის შემთხვევაში ეს ეთყობა ნახმარი რო არის რაღაც დარტყმები მიიღო რაღაცა თან შაქუჩი და იმით რო არის საჭი მოხსნილი რაღაცა აი ვიბრაციას იძლევა აი რო ტრიალებს რა, მაგრამ ბოლომდე გასუფთავებული. ანუ რო რამე მე მგონია რომ ჩვეულებრივ ეს კიდე იმუშავებს რა. აი პატარა ვიბრაციები რაღაცები აი ამ ადგილზე აქვს კუთხეში, მაგრამ ისე რომ აი რაღაცა რომ აი პირდაპირ თვალით არ ეტყობა რომ რაღაცა უკვე ახალივით გამოიყურება რა. ეხლა ეს ვიღაცამ რომ შემოგტენოს რა, მოგყიდოს ახალიაო, ვერც გაიგებ არის თუ არა ახალი რა. მაგრამ აი მოძრაობა აქვს შიგნით ამას წაკ პატარა, მაგრამ ამას მეტი აქვს შიგნით ეს. ნუ თვითონ გასუფთავებას რაც შეეხება, ეხლა ეს სუბუქად გადავატარე კვილიშოტკი რა. იდეალურად არის გასუფთავებული. აი ღრიჭოებში ჩასული არის და ეს სითხე და ეს კარბონატის გამწმენდმა ის ძალიან კარგა იმუშავა რა. იგორე თითქმის არაფერი არა აქვს რა. ნაწერებიც კი ეთყობაზე და იდეალურად არის გასუფთავებული. ეხლა ეს WD-40 აქვს შესხმული, მაგიდო პრიალებს, ეს ხელიც მაგიდო გამიპრიალდა რომ პატარა დავზეთე რომ ეს შეგვემოწმებინა როგორ მუშაობს რა. აი ეს ბევრად უკეთესად გამოიყურება ვიდრე ეს. კარგა გამოიყურება. ეს მგონია რომ ეს კარგი არის. აი ეს გაჭირებაში დაყენდება, მაგრამ ეს მაკიდევაც ახალი, მაგრამ ნუ მოკლედ ეს ორი იდეალურად გასუფთავდა. ეხლა რაც შეეხება მესამეს, ეს არის ყველაზე ქვევითაყენია და ყველაზე რთული ნაწილი არის საშონელად, ანუ ეს ვერ ვიშოვე რა. ანუ აქაც ღრიჭოებში რაღაცა ეს ტაოტები და რაღაცები რაც ყველაფერი ამოსუფთავდა და გაკრიალდა, ერთი რაც დარჩა არის აი ეს ჟანგი. იმიტომ რომ ეს ქვევით არის ძალიან ისეთი ადგილი, რომელიც თვითონ იმაზეა რა. მანქანის ქვედა მხარეა მოკლედ და ის არის წყალთან და ყველაფერ ჭუჭხთან ძალიან ახლო კავშირი აქვს ამას. მოკლედ აი ეს ახლა ამას როგორც ვატრიალებ, ამას ესეც იგივენერად გამოიყურება როგორც ეს პატარა, აი ამისავე თამაში არ თამაშობს, ანუ თავის კვალს მიყვება. კიდე რა არის ამაზე იცი რომ ეს რო ვერ ვიშოვე ეს დეტალი რო აქვს ეს შიდა უფრო განიერი და აქ თავისი ის და ამას შიგნიდანაც რეზინი უჯდება. აი ეს შიგნითა რეზინი ახლა ამას გაფუჭებული ქონდა. და მოკლედ ეს არის მაგარი რთული საშუალებელი რა. და ეხლა ამაზე დაგვრჩა, ეხლა ეს რა თქმა უნდა არაფრით არ გავს გაკეთებულს და მორჩენილს, ხო ასეა. ამას ჩავდებ ჟანგის სითხეში, მოსაშორებელ სითხეში მაქვს ეგეც. ცოტა ხანი დავაცდი რომ შიგიდოს რა ვიცი 10-15 წუთი, მანამ ეს აპარატიც გაგრილდება და ისვენებს და მე ჩავაბრუნებ უკან და მე ვნახოთ როგორ გააცლის დანარჩენს რა.
ხო, რაც შეეხება ეჭვი რომ მქონდა რომ გავიდა თუ არა სითხეო, გასული იყო პატარ-პატარა, აი აქაც როიდო იქაც დაატყო რა იმას, გამოვიდა რაღაცა და კარგი გარეცხვა მომიწია, გაგრიელებულია, მაგრამ მოკლედ ეს პარკის თემა 100%-იანი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჭუჭყები და რაღაცეები უმეტესობა დაიტოვა მაინც პარკში და მაინც ჯობია რომ პარკით სადო თუ გამოვა, ხო გამოვა, თუ არ გამოვა, რა ვიცი, ნაგავი მაინც დარჩება მარტივად იმას გადაასვათ. ხო, ამას უკვე ვიდეოს გარეთ ვიზავ. ანუ როგორც ვთქვი, ჯერ ცოტა ხანი ამას სითხეში დავტოვებ, ესე ჩაგდებულს. კარგ არ შეეს მოჭამოს ეს ჟანგები და მე უკვე იგივე სითხით ან სითხეს უბრალოდ ძველ ჭუჭყიანს გადავასხავ და ანუ მაინც იგივე სითხით მოკლედ ამაში დავამუშავებ უკვე ამ აპარატით და მე ბოლოში ვნახოთ რა აი ეს თუ ისე გაკრიალდა რომ როგორც ამაზე მივიღეთ შედეგი ეგეთი შედეგი დადო ის დიალოგად არის გაწმენდილი გამოდის რომ ძალიან მაგრა მუშაობს ეს აპარატი ნუ ჯერაც იმუშავა ეგეც საკმაოდ კარგი შედეგი არის რაც დადო და ეხლა ამითიც თუ ჟანგის თემას თუ ეგრე კარგად ამუშავა რა ვაფშე სუპერი რა ცალკე ვიზავთ კი თქვი მაგრამ მაინც ვინმე შეიძლება დაინტერესოს თქო და აი ეს არის დომინოში ვიყიდე ჟანგის სითხე ეგრე გამოიყურება ანუ ეს არის აცშორებს ჟანგს და მერე ჭირდება ამის მერე აცეტონით გაწმენდა ესეთი რაღაცა არის. ანალოგიურად მოვიქცევი ამაზეც. ამაზე ხა წესით უნდა ისეთი ჩოთქი რა. მავთულის ჩოთქები რო არის ეგეთი, მაგრამ ძალიან ზედაპირული არის და თან დაკაწრო არ მინდა. ხო და ეს სველია. ისა. აქ სველი ისიც ხომ ეს ძველი პარკირაშიც თავიდან მელაგა ეს გამოვიყენოთ ეს გამოვიყენოთ ჟანგისთვის ჩავაგდოთ არაფერი განსაკუთრებული ჩავაგდოთ დავასხავ ეს საკმაოდ საშიში ნივთიერებასაკავ ხოდა ხელით ამას არ შევხები ვარ და ჯობია თქვენც არ შეეხოთ, იმიტომ რომ რა იცი რა ხდება ორი თავი არავის არ აქვს. აუ ხალხი. აი ეს პარკი აპარებს გუნით. ყველა სიგეთისთან ერთად. კარგი, ნუ რა გაიწყობა, ცოტა ხანი ესე იდოს. რაღაც დონეზე რაღაც დონეზე იმას იზავს უშველის და ხამის უწაობა კიდე არ არის. რაღაც ცოტა იდოს ამაში და მე დანარჩენს კიდე შევხედავ. როგორი სიტუაცია დამხდება ცოტა ხანში. ეს კატასტროფული არის. ეს რა ხანაპარებს ცოტა ესე გადავკეცოთ რომ კალივირი გავაკეთოთ ესე რომ ერთი მასში იდოს ყველაფერი და მე ჩავდებთ კიდევაც იმაში გამოვიყენოთ სამაგრად ეს მოვიგონოთ უცებ მაიმუნებები ესე ამოვყენოთ და ესე დავაჭერინოთ პარკი მგონი თვიან გადაფარული მოკლედ დასრულდა რა ჩვენი ექსპერიმენტი დასრულდა და ეს არის საბოლოო სახე სულ გაიცალა ჟანგი მოკლედ იმ სითხეში იყო 1.5 საათი შეიძლება ცოტა მეტი
მერე ჩავდე იმ აპარატში ულტრასონიკ საწმენში მანდ იყო 15 წუთიანი პროგრამაზე დაყენებული 50 ვატზე და აი ესეთი შედეგი გამოვიდა თითქმის გაკრიალებულია ბოლომდე რაც ხო ბევრად ჯობია მოკლედ ეს არის საბოლოო შედეგი ჩვენი ექსპერიმენტის მოკლედ საბოლოო დასკვნა არის რომ ძალიან კარგი აპარატია ძალიან კარგ გამუშავებს სწორი კარგი საწმენდის სითხე თუ გაქვს ახლა ეს რაც შეეხება ჟანგის შემთხვევაში ну ხო ვთქვათ რა რატო იმუშავა თავიდან პირველ ორზე ამათ არ ქონდათ ჟანგი ამ ეს იყო მარტო დავინძურება მტვერი და ძველი დაოტები და რადგან გამოვიყენეთ აქ ინჟექტორების საწმენდი წესით ინჟექტორი მაგის საწმენდი ისე რომ იმისი არის რომ მოკლედ ეს სეთი და რაღაც ეგეთები მოაშოროს და იდეალურად გაწმენდა მივიღეთ ეს შედეგი მაგრამ ვერაფერი ვერ უქმნა ჟანგს იმიტომ რომ ჟანგს არა ინჟექტორების საწმენდი არის ყოველდღიში კარბურატორის საწმენდი ჟანგს კარბურატორის საწმენდი არ ხსნის მას შემდეგ რაც ჩავდეთ ჟანგის საწმენდში ანუ იმ საწმენდის სითხეში რაც ჭირდება ჟანგს იდეალურად მოშორდა რა და ამაზე კიდე დამატებით ჩოთკი არ გამოგვიყენებია მავთულის იმიტომ რომ წეს თარაფის არ უზავდა მაგრამ ნახაზები ისინი არ მინდოდა და თან მეზარებოდა ყველაზე სიმართლეს ვთქვათ რა ამიტომ ესე გამოვიდა ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით საერთოდ ჟანგის ნატამალი არ არის და ვიდეო მოსწრაფი დამუშავებული ხოლმე ყველაფერი რომ ჰაერზე ეგრევე არ დაიჯანგოს